ძალიან რთულია მოგეხსენება გაუძლო წინააღმდეგობა გაუძლო დედიკო შენს ემოციას რომელიც გურული ცნობიერებით არის გაჟღენთილი გამიგე ცოტა ცელქი ხარ ცოტა აქტიური ხარ ცოტა ზედმეტად ამბიციური ხარ და თან ქრისტიანობა გასავლით უნდა იყოს თავდაბალი ორჩილი მორიდებული მოსიყვარულე სმენა ერთია მაგრამ ჩვენში გენეტიკის შედეგად ჩვენში ფსიქოემოციური ფონი აღზრდა და ინტელექტი სხვანაირად გავაკეთებს. სხვანაირად ვიზიებს გეოგრაფიული და ჭეშმარიტების სამსახური და უფლისადმიო ვალდებულება კიდევ სხვას. ძალიან რთულია ჩემო მონაზონო შენი ცხოვრების წესი, სადაც შენ გაიბადე და იშვი და გაიზარდე, იმას დაემთხვას უფლისწავლება. ან კიდევ პირიქით დაემთხვეს შენი ცხოვრების წესი, სანამ მონაზონამდე მოხვიდოდე ღმერთისწავლებას. ხშირია, როცა ადამიანი სახარებას კითხულობს, თავის ცხოვრებას ადარებს უფლისწავლებას და გულის სიხარულით ევსება, იმიტომ რომ ის რასაც უფალი ასწავლის, უნდა ქონდეს უკვე აქვს. უამრავს ქონიათ ასეთი შემთხვევა. აგროს ეხებათ ეს გულებს უფალი. მაგრამ მივა ისეთ მაგალითამდე და ისეთ მუდრამდე სახარებაში, როცა ფლად ვერ ემთხვევა ჩვენი ცხოვრება უფლისწავლებას. ხო ასეთაც არის შემოვიდეთ. აი ამის გამოსწორება და ამის მოწესრიგებაში გეხმარება თქვენი ეკლესია. ეს ღმერთის საგიდერვა ჩვენმა ტიტორმა ვინაც ააშენა და უამრავმა ადამიანმა რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ ტაძრის მშენებლობაში ეს არის საავადმყოფო სულიერი საავადმყოფო თქვენ მობრძანეთ და თქვენ სულიერი იმიდან ვილაში ერთხელ აღსარებით და წმინდა სისხლით და ხორცით ზიარებით განიკურნოთ თქვენი წყვილები რომელიც გინდა თუ არ გინდა ჩემო ლამაზი ქალბატონო რაც არ უნდა ზნეობრივად იცხოვრო იმდეს მოისმე და იმდეს გიტყვი საკმარისი იქნება სულის დასაქმება ამიტომ თუ არა მუდმივი პროცესი თქვენი განახლებისა ერთჯერადი ქრისტიანული აქტი იმისა რომ შენ აღსარებას იტყვი ერთხელ და ერთ წამას მიიღებ ხო ის არ არის რამე თუ ადამიანი არის როგორც კნილება ისე განვითარებადი არის ანუ ჩვენ ვიზრდებით ისე როგორც ფიზიკურად ვიზრდებით პიროვნულად ამიტომ ჩვენი ცხოვრების გზა ეკლესიას მითხო დაუკავშიროთ რომ ერთის მადლი და მოძურების მხარდაჭერა და მათი დახმარება ჩვენს ცხოვრებაზე და თორე ის კი არა ჩემო დებია რომ შენ მარხვას დაიცავ არ კიდევ როსვას წაიკითხავ ის კი არ არის ქრისტიანობის თავარი არის ის არის საშუალებები ის არის დისციპლინა ის არის დიეტა ის არის წამალი რომ შენ უკეთესი რომ შენი სიტყვა აღარ იყოს შურით სავსე რომ შენი გული იყოს ნათელი რომ შენ ყველად იპარდეს მიუხედავად იმისა შენ უყვარ ხარ თუ არა ვინმეს ვინაიდან შენ თუ ამბობ რომ მე ქრისტიანი ვარ ესე იგი შენ პრეტენზია გაქვს შენ ქრისტეს დაი მე რა როგორ გასაუბრებ უკან ზე ყველაზე ამბობს და წვიმს ყველაზე როდესაც დასკეთეს აი ვინ უნდა იყოს ქრისტიანი აი ვინ ვარ ქრისტიანი ვინც მეტად შევძლებ რომ ადამიანები მიყვარდეს ჩვენი გული ღიათი გულის სიკეთე თავდავლობით და უბრალოებით ეს არის ქრისტიანი და არა ის ვინც უფრო მეცალფერს დაარქვეს ან უფრო მაგარი მარხულებს ან უფრო მეტ სიტყვას იტყვის ჭეშმარიტებას არა არამედ ის ვინც აღასრულებს ჩემს ებას და ჩემს სწავლებას თქვენ კარგად მოგეხსენებათ ავადმყოფოში ყოფილი ხართ ან ავადმყოფი გინახავთ ან თქვენ ყოფილი ხართ მე თქვენ გამიგოთ დამტკიცე ვინმე გინახავთ ავადმყოფოში ავადმყოფი რომ მეორე ავადმყოფს განიკითხავს არ ვინმე დაცინებს ნაღლის გუშტი კაცოხებს გოგო შენ აი შენ პატრონს ასეთი ვინმე გაიგონია ერიხით ხომ არის ეხმარებიან ერთმანეთს მოსაკითხი მოკითხავენ ამხნევებენ აბა რა გითხრა ეკიმა როგორ არის საქმე შენი ჯანმრთელობის შედალოცილო სხეულის ჯანმრთელობის გულისთვის თუ ამდენ ენერგიას ხარჯავ ამდენ სიყვარულს გასცემ და არ განიკითხავ მოყვას რომ ის ავადარ სოდვას რო დაინახა ჩემში რატო წეიგდე ბენასთან რატო წალეკინე ბეძობლებში
სად არის შენი ქრისტიანობა? რატომ გონია ქრისტიანი შენი თავი მაშინ, როცა სხვისი ცოდვად იხარი? საკუთარ თვალში რომ დირეს ვერ გძნობ და სხვის თვალში ბეწვდეებზე, რამხელა ბეწვია შეხედავ და ამ დროს დირეკად კატრები თვალში. სად არის შენი ქრისტიანობა? რატომ დადიხარ მაშინ ტაძარში? ესე იგი, არასდროს ცხოვრობ, შემოგვიდები. ანუ თქვენი ეკლესიაში სიარული კი არ არის ქრისტიანობა და თავმომწონეობა და ამაზე ლეჩაკი რომ დაფარია და აპარპალებ თვალებს დიდი მორწმუნეს არის. გარეთ რა ხარ შენ 6 დღის განმავლობაში და როგორ იქცევი სხვა ადამიანებთან მიმართებაში ირით გაფასებს უფალი გმირა. არა მარტო მოქმედება, სიტყვა, ფიქრი დაკონტროლებული უნდა გქონდეს, რომ არაფერი წაკითხეს, რომ ღვთისთვის არ იყოს ის მიუღებია. გამიგედეთმა რა არის ქრისტიანობა? ამიტომ ჩვენ ქართველებს გვაქვს უამრავი კეთილი სიტყვა წინაპრებიდან ანდაზებში. არ მეისხი ჩემი მადლია. რა არის ეს მადლია? მადლია ის ამანოერო მონასტრის წინამძღვარს, მონაზონს, რომელსაც მანქანა აკავს და ჭირდება იმას რო აჩუქებს, ბაბო? აი ეს არის მადლის მისვა. ეს არც მილიონერი არ არის, არც ხაზე მეტი არ არის, მაგრამ სიკეთის კეთება, მას სიამოვნება მიანიჭა. და როცა შენ მადლის მოსხმაში და ადამიანებისათვის სიყვარულის გამოვლინებაში ნახავ ბედნიერებას, მაშინ მოგიპოვებია შენ ჭეშმარიტად ქრისტიანული სიყვარული. ეგ რა არის ქრისტიანობა დედოა? ხანდახან რო გეშლება, ბიტო ხარახანა. აბა რო არ გეშლებოდეს, მაშინ ხიბლში იქნები და თავი წმინდანი გეკონება და ეკლესიის სურვილი და მისი სიყვარული აღარ ეკნებოდა. ანუ ქრისტე აღარ დამჭირდებოდა როგორც მაცხონებას. მოვედი როგორ ამოსუვალი? მე მოვედი წოდებად არა მართა, არამედ სოციალთა სინანი. ქრისტიანობა არის მონანულთა რელიგია, ჩამოგვიტევ. მონანულთა რელიგია, ოღონდ ჯერ უნდა დაინახოთ თქვენი თავი. ვინა? შეიხედეთ სარგეში რამხელა წვირები და რამხელა ყურები და როგორი დაბრეცილი ფეხები. ანუ სულიერ სარგეში ჩაიხედეთ, რამდენი სოდები გაქვთ, ჯერ კიდევ განსაკუთრებული ღმერთიც და გაგიხრება სურვილი სხვისი გაკითხვას. გაკითხოს რა აზრია? იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის წინაშე ხარ, შენ არ დაიშვანდებული. რას ვიტყვი რა მნიშვნელობა? აი მაშინ იგუბება ქრისტიანი, როცა ის ფიქრობს, რას ამბობს ხალხი. და ცხოვრობს არა ღმერთისთვის, არამედ მეზობლებმა რა თქვან, ამხანაგები რა სიტყვის, ხალხი რა სიტყვის და ხშირად სინდისზე ძალადობს და ამხილებელ სინდისის ხმას ახშობს, იმიტომ რომ არ უნდა იყოს ღმერთისთვის მართა და ადამიანებს უწევს ხალხს. ამ დროს ღმერთს ირდება და ეშმაკს ვახტობ. ღმერთმა გონება გაგინათოთ. არ ვიცი ახლა ახლა ბევრი ასაკოვანებს ზანდები იუბილარია. ეს მერე მოხდა მეუფეს დაბადების დღეზე კიდევ ისე იმეფო მე გეტყვი, მაგრამ ზესაში შეხვედროდით მეუფეს 30